თავარის ინფორმაციით ქართველი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი კახა ზუგდიდსკი საფრანგეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. კახა ზუგდიდსკის იგივე კახა ალშიბაიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2021 წელს გავრცელდა. ის საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. მაშინ 65 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 55 ქართველი იყო. მათ კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარცელაძე გამოკითხეს. დეტალები უცნობია, თუმცა მედიის ინფორმაციით ქარცელაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა. 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ქარცელაძის სახლი გაჩხრიკეს. მისი ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. უკრაინამ მოსკოვის ოლქში რამენსკოეს რაიონში მდებარე კოლცევოის ნავთობსადენი დაბომბა. სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ის 3 კვანძი, რომლითაც რუსეთის არმიას ბენზინი, დიზელი და საავიაციო საწვავი გადაჰქონდა. პოკროვსკში უკრაინის კონტრშეტევას პირადად ხელმძღვანელობს უკრაინის დაზვერვის უფროსი. ვრცელდება კირილ ბუდანოვის ფოტო, რომელიც მედიის ინფორმაციით სწორედ ამ რეგიონშია გადაღებული. მედიის ინფორმაციით უკრაინამ კონტრშეტევა წამოიწყო, დაზვერვამ კი პოკროვსკში სპეცრაზმი შეიყვანა.